გინახსოვთ. მოგესალმებით, პატივცემულო ტელემაყურებლებო, დამსწრე საზოგადოებამ, ალბათ შეამჩნევთ ჩვენთან უკვე წინა საახალწლო განწყობა. მოგესალმებით, მე ისე მიყვარს ახალი წელი. ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს ვიძახდი. დავდგათ, რაძვის ხე, დავდგათ თქო, მაგრამ მაინც დეკემბრის შუა რიცხვებთან არ ამიტანო. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. კი ბატონო, მე თუ მკითხავ, საახალწლო განწყობა მაშინ დგება, როცა სეზონის პირველ მანდარინს გაფრთხ. აი მისი სურნელი შეგიღიტინებს ხვირში. ეგრე არ არის ბიჭებო. გიორგი აშკარად არ გეთანხმება ჩემო პატამ. რატო? მაგას საახალწლო განწყობა მაშინ ეუფლება გოჭი რო 5 კილოს აცდება. და შეუღიტინებს. აი მოზარდობის ასაკში რა. აი სხვათა შორის მეცნიერებმა გამოიკვლეს და დაადგინეს, რომ ადამიანებში მოზარდობის ასაკი 32 წლამდე გაიზარდა. ნეტა გოჭებში როგორ არის გამბავე არ ვიცი. ადამიანებთან ასიაო და არ ვიცი. ეგ ალბათ ბრიტანეთში, თორემ ჩვენთან ზოგჯერ 50 წლის მუდრუკიც დედას გოჭია ისე. კი ბატონო. ანუ საგზნობლად იმატა მელოტი მოზარდების რაოდენობა. და ამ კვლევით რა გამოდის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ჭაბუკები ვართ, ჩემო ნიკოლოზ და აბა რა ვარ და სადღაც 70 წლის ასაკში გავხდებით შუა ხმის მამაკაცი. მას ესე არ მოგვიწევს და 90 წლამდე მაინც. მანამდე თუ აქ ვიდექი და შოუ წავიყვანე, თუ გამოვა ეგრე. სხვა საქმე გაქრა მე. ას მე მაიმუნები 90 წლისა ამხელა ტექსტებს როგორ დავიმახსოვრებ თუ ძმა ხარ. ნუ ტექსტებს ახლაც ვერ ვიმახსოვრებ. ჩვენ აქამდე რაც ვილაპარაკეთ, არც ერთი არ ეწერა ტექსტში. შეხედე სცენარისტები არაერთ გვიყურებენ რა. ეგენ იმიტომ რომ ჩვენზე მოხუცები არიან. ჩაირიკა სახელად ჭკუა მოეკითხება კიდე. მოკლედ ამ მეცნიერებს რომ დაუჯეროთ, მე მაწყობს პირადად. მეც მაწყობს. ასე რომ ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს და კეიფისა და დლოსტალების ხასიათზე გვაყენებს ყმაწვილი გიორგი შოშიტაშვილი და ქსოვრების ბიჭუნათა გუნდი. მოკლედ ჩვენ აქ საახალწლოდ ვემზადებით პროდუქტის ფულს ვაგროვებთ. პორტუგალიაში კი შეხედე ხილი უფასო. მოიცა. რას ქვია უფასო ხილი რანაირ? უფასოა, ოღონდ ავტობანზე გიწევს გასვლა და მოკრეფა. მოკლედ ავტომაგისტრალების კედლები გაკეთდა ხილის ხე. პორტოხალი იცია მანდ კარგი. ჩვენთანაც რომ იყოს გადასარევი იქნებოდი. გაყავი, ხელი მოწყვიტი, ატამი და გააგზავნე გზა. ხო, კაცო, გზის პირას ატმის ბახები კახეთში. არის, მაგრამ პატრონი ყავს, გადახვალ მოწყვიტო, დაგიდედის როგორც არის და მერე შენც აგინებ ატამიკერა შეგრჩება საწვალებელია, მოკლედ სა. ხო. აკაც უნდა გაკეთდეს მე თუ მკითხავ, შვენიერი იდეა. თან მანიშნებლათაც კარგია. კი ბატონო. როგი რეკავს მაგალითად რა ადგილას ხარო გეკითხებიან ეუბნები აგერვა რომ აშლები რომ თავდება და ღოღნაშო რო იწყება. ადვილი ვისაგნებია. კი ბატონო, რა ვიცი, მე ხილის ხეების კედლებს მაინც მირჩევია წარმოიდგინე ერთი გრძელი მაყალი მიყვებოდეს ავტობანს და ზედ მწვადი იწვებოდა. რა სული იდგებოდა გზაზე? აბა სადვარიჩიო, მე ბალი როდის დამწიფდება და ჭანჭული როდის შემოვა. მწვადი მაინც, მწვადი. ხო, და მწვადი სულ მწიფია. ისი ამ საახალწლოდ მანდარინის ხეებთან რა რიგები დადგებოდა? საცობები მერე გერახა შენ ავტობანზე. შენ ერთ თქვი უფასო ყველაფერი კარგია. უკვე ისეთ რაღაცეებს იპარავენ რომ ვერ წარმოიდგენ. აი მაგალითად საფრანგეთში უცხო პირებმა ლოკოკინების ფერმიდან 900,000 ევროს ღირებულების ლოკოკინები მოიპარეს. გადამრევენ ეს ფრანგები. ქურდების რო გურმანები ხართ ბიჭო. ან ის გამაგებინა რატო ღირს ლოკოკინას ეძვირები. ეგენი ეთყობა პრემიქსოდ გაზრდილი ლოკოკინები იყო. წაბლზე და რკოზე.
ქონიმჭრე. გენაცვალე. ახლა დააკვირდეთ და რომელ რესტორანსაც ექნება ფასდაკლება ლოტოტინების კერძზე, მინიმუმ უნდა დაკითხო. ფრანგებს თავისი ლოკოკინები არ ყოფნით და საქართველოსდან წელს თურმე 2,5 მილიონი დოლარის ლოკოკინა გავიდა ექსპორტზე. ბიო შენ ოჯახა შენებულო. ლოკოკინას როყიდი რას ყიდულო ბუგეთ. აი ამაშია საქმე. მე თუ მკითხავ გაუმართლად ქართულ ლოკოკინებს. აქ სადღაც იმაში უნდა გდებულიყვნენ და ეხოხათ ძილს. ევროპაში რომელიმე ძვირიან რესტორანში გამოიჭიმებია, სანამ ვინმე გურმანი ფრანგი გადაყვა. არ ვიცი ძმაო, მე ლოტოტინაში შემჭმელი არ ვარ. მაგრამ რაღაც დადებითი აქვთ მაგათაც. სახლი დააქვთ და არიან თავის. აბა, წაღვხდები ვაკეში, ვაკელი ხარ. წაღვხდები დიდუბეში, დიდუბელი ხარ. რამაცინათ მოგოღავდა, იცი? დოდოკოკი, რა სიცახი? ლოტოტინა. ლოტოტინა. ოღონდ ბაკლის გარეშე, სახლის გარეშე, ხო იცი? და რა გჭირს? რატო მოდი? რატო მოდი და სახიდან გავომაგდეს გამწარებული ვარ. აი, ქართველი ლოკოკინა. მართალი ხარ, შენ სახლი რო დაგაქვს შვენიერი იდეა. აბა მე ამბავი გავიგი აგერ ერთ ქალს თურმე 5 წლის გამოკეტილ სახლში ელექტროენერგიის გადასახადს თხოვენ 27,000 ევროს. რა დარჩა ამისთან ჩართული ერთი გამაგებინი. კი იკითხა საწყალმა ამდენი რა დაიწვა დაკეტილ სახლშია და ის უთორო დატოვე ჩართული აბა რა გეგონა. აი 10 წელია სახლი მაქვს სოფელში დაკეტილი. წავიდე გადავამოწმო მგონი საშვილი მაქვს არ ვიცი. კიდე კაი ნაგავიც რო არა მიმული დენზე ევროპაში თორე 30,000-ს არ ტყავდა ის გაჭირებული. ევროპაში სხვა რამეებით ერთობიან. აგერ მაკრონი და სი ძინპინი შეხვდნენ ერთმანეთს. ჩემები. რაზე ილაპარაკეს, ეგ არ ვიცი, მაგრამ სი ძინპინი დაპირებია მაკრონს პანდებს გამოგიგზავნი საფრანგეთშიო. და სამაგიეროდ შენ რა გამომიგზანეო, რა უთხრა ნეტა? ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ზიდანზე მაქვს ეჭვი. ალბათ. ესე იგი ჩინური პანდემია არ ეყოთ ფრანგებს და ახლა პანდემია? კი ბატონო, შვედიერი კალამბური გამოგივიდა ჩემო ნიკოლოზ. კი ბატონო, ხო და ადრე თუ ევკალიპტებზე იყვნენ პანდები ჩამოკიდებულები, ახლა ეიფელზე ჩამოეკონწერებიან და იქნება ძალიან კარგი სამართალი. ისე ერთი პანდაზბელი კი მინდა მეც. დააყენე ზოოპარკში, ფოტო გლიჯი 10 ლარი. შემოსავალ რა არის მაინც ბიზნეს ტვინი რო გაქვს ადამიანს, შვენიერი. ბიზნესაც გააჩნია ჩემო პატა და უკადრებელი არ უნდა იკადრო. თორე მაგერ სამხრეთ კორეიაში ინტიმური ვიდეოების მოპარვის მიზნით ჰაკერებმა 120,000-ზე მეტი სახლის სათვალთვალო კამერა გატეხეს და საინტერესო ვიდეოებს იწერდნენ. ეს ჰაკერი. გამოფიქრე ხა მე ჩრდილოეთ კორეაში თქვენს მაგარი გადარჩენილები ვართ ინტერნეტის სათვალთვალო კამერა და ჰაკერები რომ არ ვიცით რა არისო. მან ინტიმით საკრძალულია ის რო იცოდე. აბა როგორ მრავლდებიან? ბრინჯივით. ხო და მაგ დამნაშავე ჰაკერებს ჩრდილოეთ კორეაში გაუშვებენ საცხოვრებლად. განსაკუთრებით ამ ჰაკერების უფროსი ყოფილა გადარეული. ერთ-ერთ ინტიმურ ვიდეოში თავის ცოლი არ უცდია, და თამკარი. ჩრდილოეთ კორეა იქით იყოს და ავღანეთში თალიბანის პოლიციამ არასათანადო ჩაცმულობის გამო 4 მამაკაცი დააკავა. ნახოთ ფოტო და ნახოთ ერთი რა აცვიათ. შვენივრად აცვიათ, რასაც. მე მგონი თავისთვის მოეწონათ თალიბანის პოლიციელებს ეს კოსტუმები და წაართვა. ბიჭო, აი ასე მიხოდა მანუში ხო გვეცვა რამდენიმე სერიაში. მანახეთ ეგ ფოტო. კიდევ კარგი ავღანეთში არ ვარ თორე ხო დაგვიჭერდი რა. მარტო ჩვენ კი არა ასეთ ჩაცმულობაზე ნახევარი ქუთაისი იქნებოდა დასაჯერი პეტროვით ხო? იქოს ქუთაისი გამახსენდა. ორი პირი დაუკავებიათ ქუთაისის აეროპორტში, რაზე თუ იცი? რაზე? ქუთაისის აეროპორტში ორი პირი რაზე შეიძლება დაეკავებინათ? რაზე დააკავეს? მოგვდი ნერვები. საწვავს იპარავდნენ. სად არის? მაგიტომ იყო იმ დღეს ვიყავი მან და ერთი თუ ზვახარო ის მეუბნება ბოინგს მოაწექი არ იქოქებაო.
პილოტმა.ად მომძახა. მოკლედ თირკმელი და მეცი 10 სანტიმეტრი თუ აწვევი მაინც ვერ დაიქოგა და თურმე ბენზინი არა მაქსია. ერთ-ერთმა პილოტმა თქვა, შავი ზღვის თავზე რომ არ გამეხარასტოებინა, თურქეთამდე არ მეყოფოდაო გამორიცხული არის. კი ბატონო და უსაწვაობის გამო რეისი ქუთაისი ამსტერდამი ხარაგაულში დამჯდარა. ორი შანს გადასახვედა, მაგრამ გზელი გზა არის ცოტა და რა საინტერესოა, ნეტა ბევრი თუ მოიპარეს. კი კაცო. რაც ჭურჭელში ჩაასხეს და რაც არა, როყერდაბერილები მოდიოდნენ თურმე 3 სეკუნდად პირი ბენზინი. მაგით იპოვნეს თურმე პატრულს გაუჩერებია ალკოტესტზე შესამოწმებლად. ჩაბერეო და სასმის ნაცვლად აპარატს პრემიუმი დაუწერია. ალბათ ცოტა გადაეყალაფაც და ახლა დავანებოთ თავი ამ თემას და კულტურის სიახლეებსაც გამეცნო. კი ბატონო. ლუვრში წყლის მილის გახეთქვის შედეგად ეგვიპტის სიძველეები დაზიანდა. ერთ-ერთმა ეგვიპტურმა მუმიამ თქვენ გაიხარეთ ძლივს მოვიტკისული 7000 წელია წყალი არ დამილევია. სანტექნიკოს უთქვამს ლუვრის დირექტორისთვის რა გადარდებს შეგაცო. კიდე კარგი ახალი არაფერი დაზიანდა ძველს რას დაეძებდა. და დირექტორმა კაი მაგას არ დავეძებ არაუშავს, მაგრამ ქვედა მეზობელს გაუფუჭდა რემონტი და ეგეც გასაკეთებელი გამიხდაო. ლუვრის მხოლოდ კიდე ცხოვრობს უნდა. კი, ლუვრის დარაჯი აქირევს თურმე ჩუმად ოთახებს მასაჟის სალონებზე რა. რეები ხდება გადავირიებ. კი ბატონო. მეორედ მოსვლა ფაქტიურად რა. ეგ არ თქვა, ხვალ სტუმრებს ველოდებით დედამიწაზე იცდი? კიდან? საიდან? სულზევიდან? 19 დეკემბერს უცხო პლანეტელთა ხომალდად წოდებული მეტეორი ატლასი მოგვიახლოვდება. ნეტა დამკალით ვიცხარ. ნეტა სამტროთ მოდიან თუ სამოყრო. ეგ ჯერ არ ვიცით და მაინც რა ვიცი დავაცხობინოთ ხაჭაპურები ბოგოებს. აბა იყოს მე რა ვერ გავიგეცი მეტეორი თუა. უცხო პლანეტელთა ხომალდი რატო შეიძლება აღმოჩნდეს? ასე თქვეს მანქანასავით ფარები აქვსო. რო დაფრინავს მაგაი რო აკვირდები ფარებს ხედავ და მარშრუტს თავის ჭკუაზე იცვლის და აქრის წინ და უკან გიჟივით. თან სიმღერა და გინებაც ხوارისმის სალონიდან. ეგ აღარ ვიცი და მოდი იმედი ვიქონიოთ რომ სამოყროდ მოდიან აქეთ. ან სულაც რომ შარზე იყვნენ ქსოვრელები აქ არა ყვავს. ერთ შემოსხებენ მამაპაპურად და მოიყვანენ იმათაც ქეიფსა და დროს ტარების ხასიათზე. არ არის ესე? ეგრია. გიო, შენზე გავიგე რომ ბიჭებთან ერთად ამ წინა საახალწლოდ ახალი სიმღერა გააკეთავო და ხო მართალია? რა თქმა უნდა. რა არის, რა ხდება, მითხარი? კარგი სიმღერა ისეთი საახალწლო გახდება, რომ ერთიორად ავიმაღლოთ ყველა ერთად და ისეთი მოსასმენი, სასიყვარულო, ჩასახუტებელი სიმღერა ესე რო ვთქვით რა. მოკლედ გვიმღერ. რომ არ ეწყნოთ, მოდი ვიტყვი. ბატონო. მუსიკა ეკუთვნის ლანდერ დევიძეს, ჩვენს მეგობარს მოკითხვა აქედა ვასკა კიდე გრიგალაშვილი ჩვენი ძმა და მეგობარი, ტექსტი დიდი სიყვარულით და სიმღერას ქვია გავუსწრებთ დროს. ვასკას დაწერილი იქნება. ჩვენ მოვლენებს გავუსწრებთ წინ და მე გიორგი საკერს სიმღერა გქონია და აბა გიორგი გთხოვ ერთი. მოკლედ წინა საახალწლო პრემიერით გიორგი შოშიტაშვილი და ქსოვრელები.
გაქციება შაწოლინის გაფანდავს ხივები ვიხსენებ დღეს რომ გნახე პირველად შვენებას შენს ვერ აღწევ სიტყვები ამოსვლას მზის შეხვდებით ნაბითა ჩაკიდებ ხელს და აღარ გაგიშვენ უშენოდ მე ძამიც კი არ მინდა ამ სიყვარულს შენ ერთი გამიგე ბილიკით მოყვები გზას შენი ხმა მეძახის შორს არაფერს არ ნადრობს სხვას გული შენთან ყოფნას მხოვს შეხედე ამ ლამაზს თითქოს ვარსკვლავებად თორს მიყარხარ და შენი მძავს ჩვენ ერთად გავუსწრებთ დროს ბილიკით მიყვები გზას შენი ხმა მეძახის შორს არაფერს არ ნადრობს სხვას გული შენთან ყოფნას მხოვს შეხედე ამ ლამაზს თითქოს ვარსკვლავებად თორს მიყარხარ და შენი მძავს ჩვენ ერთად გავუსწრებთ დროს მიყარხარ და შენი მძავს ჩვენ ერთად გავუსწრებთ დროს ეგეც იგრი აი აჰა დამყენე ვიყოიე ძამიან სამიდი ხარ კი არა შუაღამეზე ასე გვიან მეკვლეთა ვარ დაბატიჟებული როგორ ვსადრო სეკა ძმა დაიცა კაცო რა დროს სეკა ხუთ ოჯახში ვარ მისასვლელი სეკა კაცო თამას კი არ გთავაზო მეც მეკვლე ვარ თქვა ბიჭო იმის თქვა მინდოდა აი შენა და მეკვლე კაცო ერთი ზაღი ვის უნდა დაუქციო ოჯახი შეხედე ავაჩრიტინო ბიჭო ახლა ეხლა ენა მასე მიცრო მე შენ მე ბიჭო ისეთი ფეხი მაგზამია ანჯელინა ჯოლი მიცრიდა თავისაში ანჯელინა ჯოლი თორე ეგეც არ ამყავდეს ისა რა ქვია იმასა შპრეტმიტი ხო ფეხი ვიჯო აქ ბიონსესა ერთხელი ყველა ჩემთან მეიცა მეკვლე არა რა მეკვლე ვიჯო გინა გამამკლა მარომა გადარჩენილია ბიონს მარა ისა შერავალი ფეხი გაქვთ თანაც რომ მოინდომო ცუდი ფეხი ვერ მექნება ვერცერთი რა დავით ორივე მარჯვენა მაქვს მამკლა ვიჯო ორი წელი ფეხს მისყიდვამა მარცხენები მიყრია გახსენებაზე ხო არა ვისარობდა რამდენი წელი აი 30 წელი მაინც ხურები შენა რა იავა არ ვიცი ზამი არ ვიცი გემიკითხა მაგას გავიდიო ისე შენ ვიჯო ჩემი ფეხები უნდა ნახო შენ რა ფეხი მაქვს პროსტა სანდროიას ვიჯო ხუთი გოთხوارი გოგო ყავდა ხო გასო შენ ეგ რომელია სანდროი არავი მე ვერ ახვდები ეგეც სახე ლუბაია რო ყავს ვიჯო კაპასიცოლი საცივს სებიჭკით რო აკეთებს მაგაზე გეუბნები ხო მე მაგეთა რო ვიყავი მეკვლეთ სანდროიამ ხუთივე შვილი გაათხოვა და ცოლიც მიაყოლაზე რასი მას მერე ძმა ჩემი პასი კაცი არ ყავს ქვეყანაზე ძმა მიდი და კითხე თუ გინდა ეგალა და ეგარა არის მე ჩემთან ვიყავი მეკვლეთა შარშანა მერე რა ხო შენა თავარ ძაო ეგ სერიალი კომედია ხზე გადის ძმაო გლიჯამს რეიტინგებს აი გლიჯამს რა ჩაღძმაო შენ
შენ თვითონ ვინ აკყავს წელსა მეკვლევა ეგა თქვი? რა ვიცი ვეძებ ჯერ შარშან შემისინეთრი იყო ცხოვრებული და თოი დედა რასაც შვენიერი ფეხი ქონია შენ თვითონ აბა ვიჯო საღავრად ხავათი ახლა მე მაგრაინ მეკლეს რა მითხარ ახლა შენ თუ აბა რა გითხარ ოჯახში რო შედიხარ რომელ ფეხს ადგან პირველად შესვლის დროსა მარჯვენას და გამოსვლის დროსა კიდე მარჯვენა ხელსა რა ხელს აბა რა ვთქვი მე 4-ზე მიწევს გამოსვლა და რა მოეხლა რაც უწევს იგრე შავდია რა ეს მითხარი შენ ყოველ წელს დადიხარს მეკვლეთა იო შარშაწი ჩავაგდე მარტო ფეხი მდგიოდა და ვერ წევედი მეკვლეთ არა კაი ფეხი რო გდგივა და ოჯახი რო იადგა სწორედ მოგცეულ ხარ კოჭრი თეულენგი რო იყო საქართველოში მეკვლედა იწელი არ გამოდგა კაი მაინსა და მაინც ჩვენ თვითონ მე მაგი პატრონი და კი როგორ რა კარგია კარგი რა მიმაძე რა ქვია ნუ მაგარი იდეია მე მიფიქრი ახლა მე მიდი მოდი რა ვქრათ იცი აბა რა უნდა წელს შენიყავი ჩემი მეკლე და მე ვიქნები შენი მეკლე მაგრამ არის ურიგოაზი ხო იცი შენ მაგრამ რა დროი ჩაქვსო აბა შეხედი რა დროი ჩაქვსო ვისთან რომელზე ვარ გასასვლელი ახლა რავი რა ესე იგი მაიცა პირველი ნახევარზე აქა ვიქნები მეკლე შოშიტას მეკლე ვარ აქა ორი ნახევარზე ხაროსი მაგას გიჭირდება მარტო შენ და დილის 6-ზე სეირანას ვერ საგაც ორის ნახევრიდან დილის 6-მდე რა საკეთ გიჟია ეს აიო გამაგიჟე შერევაში ჩასვლა დრო არ უნდა აბა რევსი ძა შაიმინა გამაიმინა გონია ამას აუნადა ვიო სანამი კიდე ჩამოხვალ გიბოა გაზამხული რაღაც ვიდა მეკლე სულ არ მინდა შემიროგულო დამანებე თავი არ გინდა ნუ გინდა მე რა მინდა რომ შენ იყო ჩემი მეკლე მკითხე აბა მკითხე მინდა ინატრევიო ჩემრაირი მეკლეზე ინატრე არ ძდეგესის მე ეხლა რა გითხრა იცი ნუ დავჭამთა ეგ ერთმანეთსა წინასა ახაწულთა გაიგე აგე ჩვენი ქსოვრელები და ვინ როგორი მეკლეა შეიძლება თუ უყვეთ ხალხსა გინდა არ გინდა და ვიც მაიგოს ის იყოს მეკლეცა აი ვიხანახარ ქეიტყვის შკიანურს ესეც ვიო რა არა ბიჭო ზათახარ მიდი აიღე ისა მიდი მამეცი აქ მიკროფონი აიღე ეგე სალაპარაკო აჰა მიდი შიშავალ მე არ ვიცი და აღლა ვის უფრო კარგი ფეხი აქვს გადაიწვიტოს ხალხმა შეჯიბრი რომ აიჩემე არ აქცდება წნეხი სოფლიოში არ ვისაკ ჩემნაირი ფეხი რა ერთო მეტეორი მტყლიში ან დაიღო იმექი ერთხელ გაცმა დამპატიჟა მეკლეობა ფთხოვა სამი გოგო ყავდა სახში და ვერ გათხოვა შევხედე და მე ვიპიკრე შეშალად მგონი მეკლედუ და მieყვანა ივაკუზანოვი შიში და გარავისვეთ მე იყვანე ცოლი იდე დამალებ ერთ კაცთან მეკლედ შავედი კანფეტკებით ხელში იმ წელმისი შვილი მოიხვდა უნივერსიტეტში შორმა მანქანა იყიდა ვერ მოიწყვეტა თვალებს თვითონ მუშაობს და იხდის ამ ყველა პრივალებს ცოტა გამარაზებულია ჩემ ფეხებს აბრალებს იზია იცემიზე ბიზნესმენთან შევედი და დაეკარგა ფერი კაცი ორ თვეში გავხადე მე მილიონერი ეწყინა და ასე მითხრა დარდობები განადე 10 მილიონი მქონდა შენ მეკლეობამდე მე არაფერ შუაში ვარ მართალი ვარ წამდე გურჯაში მეკლედ ვიყავ ზოგჯერ ეგრეც ხდება იქვე თელავის საზღვართან კაცი მელოდება ისეთი ფეხით შაველი ლამის დამიჭირეს გადახედეთ მაგ ადგილას ეხლა ზვალიულივებს მაგ წელიწად ვერ გადავრჩი მაგრამ გამიფინე რა გიქნია ვიო თეთრ სახში არ მიწვეული ვერ
ამარ ჩამოხვიდე ინდოური შეიწყალა ჩოუფინეთ თითო მეკვლეობა ვადღეგრძელეთ სოლიკორიტო შეწყალებულს მევზიზინები ჰოჯო ჭამდა თითო აკიგეთი ამბავია ძაღლი ვეცნობს პატრონს შენ თუ ტრამპანდა გაპატიჟა მე ვესტუმრე მაკრონს აყაყები და მაზალა წვადის მჭამელ მეკლეს მე კიგული და ვადრეგზელე თუ არ წახდა ჩემ ფეხებს გამოგასასულელები ვარ თორემ ვაიჩვენ დღეს ამოდი არ დაგვაგვიანდეს კერებები აცხელი აგეგარეთ გველოდება ცეცხლოვანი ცხელი წინაგველის სელი იყო გოდოურჩით კბენას იმდერგვინოს საცრუდავლეთ რომ ითხოვდე ჩვენლად ამდე გახალწეს ღილოს ამ სათითაო ყველა უნდა გადავიდეთ ჩვენ სტუმარზე, დღევანდელი გადაცემის სტუმარზე, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელზეც ჩემი ნიკოლოზი მოგახსენებთ, მანამდე კი შეგახსენებთ, ვიცი რომ შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ ყოველ შაბათ-კვირას საღამოს 8 საათზე კომედი არხზე მიხო და მაროს ძალიან მაგარი საახალწლო სერიები არ გამოტოვოთ. მადლობა შეხსენების ვერა არ გამოტოვებენ მე გაძლევ ამის და არ ცინანებენ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მართლა ისეთი გემრიელი საახალწლო და სასაცილო რაც თავარია სერიები გელოდებათ. მოკლედ ისღა დამრჩენია ჩემო პატარო ჩვენი სტუმარი წარმადგინო ჩვენი ტელემაყურებლის წინაშე ძალიან კარგი ადამიანი ჩემი მეგობარი ჩვენი მეგობარი თან შორიდან ჩამოვიდა როგორც ვიცი. ამ ეტაპზე უფრო შორიდან ჩამოვიდა. ხო არა? ის უკვე რამოდენიმე წელი ემიგრაციაში იმყოფება და იქაც თავის საქმეს აგრძელებს და ყოველთვის სასურველი სტუმარია, იმიტომ რომ კარგი ხმა აქვს, კარგი სმენა აქვს, საუბარი ასე. ძალიან პოპულარული სიმღერების ავტორია. აუცილებლად, მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ და ძალიან კარგი ადამიანი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მინდა წარმოვადგინო თქვენს წინაშე კარგი მუსიკო, მომღერალი, ავტორ-შემსრულებელი გოგიტა გოგიძე გახლავთ ჩვენი რას ისი მომასწავლებელია ხა ეგ ამბავი რომ რაღაცა ძვირდება ნაზუქი ამ საახალწლოდ თუ რა ხდება? რასაც უყურებ ახლა შორიდან მე სულ ძალიან გადავობთ ამ იმაზე სურამ ხაშურზე რომ მიდის ხოლმე გადავობა ნაზუქებზე და ახლა მე სპეციალურად ჩერეს სურამი წამოვედი ამერიკიდან რომ ჩამომეტანა ის განსაკუთრებული ატრიბუტიკა და სავიზიტო ბარათი ჩემი დაბისა სადაც გავიზარდე სურამს ხო რომ დააგემოვნოთ და ამის შემდეგ გადავობით კი არა დიდი სიყვარულით და პატივისცემით მოიხსენეთ შეგენაცვალებ ის ადგილი სადაც მე და ბატონი ვასკა გავიზარდეთ და დავიბადეთ ოჩ კარგი ბიჭი ხარ კაცს 10000 კილომეტრი რაზუქი ჩამოსადა და ჩემი ვასო ყოველ შაბათ-კვირას დადიდა ერთხელ ჩამოიტანა ისიც მოკენსული რაღაცა ერთხელ ჩამოიტანა იქიდან და მე დავარქვი იმ ეგრეთ წოდებულ ნაზუქს მოღრული ბოჭიკი დამძანი ჩემო გოგიტა და მინდა ვთქვა რომ ნამდვილად მქონდა ეჭვი მაგრამ გამიმყარდა ესე იგი აზრი იმის შესახებ რომ სურამელები მომჭირნეები ბრძანდებით ხუმრობაში კი გაგვიტარეთ მაგრამ ამერიკიდან რომ ნაზუქს ჩამოგიდას კაცი რა ვიცი მადლობა მაგრამ აქ სურპრიზია თვითონ ნაზუქში კი ბატონო შეჭა $100 არიდეს არა კარგი თქვენი საუბრეთ იცი ჩვენ ნელ-ნელა ჩემო გოგიტა რაღაცები აგვეგრძალა ასაკიდან გამომდინარე ექიმებმა საკვებზე მაქვს საუბარი და სახლში ამას ორივეს გვიშლება ასაკიდან არა ცხოვრების წესიდან გამომდინარე ნუ ხო ასაკიდან იმიტომ რომ არ ქონა თქვათ კაი ცხოვრების წესი ამას აკამბ ხო და ის ნახე სახლში უშლია და რა დღეშია პირდაპირ ჭამა დაიწყო რა ზეთქვის აკავი გადასარევი კეთილი შენი ჩამობრძანება ჩემო და ჩვენო მეგობარო ძალიან გვიხარია რომ ამერიკიდან სურამზე გავლით პირდაპირ ჩვენს გადაცემაში მობრძანდით და ამისთვის მადლობა გაიხარეთ
მადლობა თქვენ. ძალიან მიხარია რომ რეიტინგზე დებთ, ძალიან პოპულარულები ხართ, მინდა გითხრათ ქართულ ემიგრაციაში და თან კულისებში ვასკასაც ვესაუბრებოდი რომ აშკარად ეტყობა რომ ძალიან ბევრს მუშაობთ. და დიდი მადლობა ამისათვის რომ თქვენ დიდი მადლობა თქვენ და ჩვენ ძვირფასი და მოვიკითხო ჩვენი ემიგრანტები კი ბატონო როგორც ამერიკაში ასევე ევროპაში ყველანი ძალიან გვიყვარხართ. იმიტომ რომ თქვენი ნამუშევარი ახლა მარტო აქაური პროდუქტი კი არ არის, იმიტომ რომ 100,000 წასული ადამიანისთვის ეს ქართული პროდუქტი და განსაკუთრებით აი დახვეწილი კარგი იუმორი არის, აი შვება, წამალი, რავი, როგორ გითხრათ, კი იცის. კარგია, აი რა კარგია რომ ამას ახლა ამბობ რომ ჩვენთან არის ხოლმე ხშირად პრეტენზიები რომ უიმე რა არის, რა დროს თქვენი სიმღერა, რა დროს დაიწყებს ხალხო იუმორი თუ ღერი ვართ ჩვენ მათ გასაგონათ რომ რაღაცა იუმორია ეგეც რომ ჩვენ მღერი ვართ საერთოდ რა არის ეს ისეთი ნუ იქ განსაკუთრებით ახლა ისეთი სტრესული სიტუაციაა ეს აჩქარი დროის უქონლობა ეს და ამ დროს აი რაღაცა განუხთვის საშუალებები გჭირდება და ეს არის ერთ-ერთი კარგი საშუალება მე ვიტყოდი იმიტომ რომ იქ არ არის მაგის ფუფუნება რომ ესე წამდაუწუნ ვიღაც ჩამოვიდეს ცოცხალი კონცერტები მოეწყოს იმიტომ რომ შეიძლება არ დაემთხეს day off-ი ვერ გამოვიდეს ნუ იქ ცოტა სხვანაირი ცხოვრებაა ძალიან დიდი მადლობა ეს სატელევიზიო პროდუქტი არის აი დამიჯერეთ რა ფსიქოთერაპია აი უმაღლესი დონის ძალიან დიდი მადლობა და მადლობა ამ სიყვარულისთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა რომ ჯერ პირველ რიგში ოჯახებში დაბრუნებას გისურვებთ ყველას დიდი სიყვარულით და ჩანაფიქრებითაც წაბრძანდით და არა მარტო ამერიკაში, საერთოდ მთელ ევროპაში და მსოფლიოში, სადაც ერთი ქართველია ემიგრაციაში ყველას დიდი სიყვარული და ნამდვილად გულწრფელად უნდა გითხრათ რომ დიდ პატივს ვსწრებთ და გვიყვარხართ. რაც შეეხება ის სიმღერაზე მინდოდა და ამემთავრებინა რომ საერთოდ ეს არის იუმორისტული შოუ. იმ ადამიანებისთვის ახლა ვისაც არ ესმის ეს ამბავი. იუმორისტულ შოუში ვღერით, იმიტომ რომ იუმორია ესეც, იუმორით ვღერით, თორე რა თქმა უნდა გეთახმებით, რა ისმე ჯექსონი ვარ და ან რა ვიცი, რომელიმე ჩემინიკა ვღერით, იმიტომ რომ ქართველი კაცი სუმღერის და იუმორს თუ გაურევ, აგერ ჩემი გოგიტან კიდე დაგვამშვიდა მთლად რომ თურმე არსებობენ ადამიანები, ვისაც უყვართ ჩვენი იუმორი და ესმით, რაც თავარი. ძალიან კარგი და კეთილი ჩემო გოგიტან. არა მარტო უყვართ საზრდოობენ, კიდევაც მინდა გითხრათ. შევიღობ. ნახე როგორ ფერზე მოხვედი, როგორ ცობეული შეჭამი. ხაბა. მე და გოგიტას გვაქვს ნუ ამ შემთხვევაში რაღაცებში გვიყვარს ძალიან ქართული კინოფილმები რა და სულ სიტყვაზე რომ დამირეკავს ან დაურეკავს რაღაცა ფილმიდან უნდა გავიხსენოთ ის რა ქვია და დავიდან სარამამას დავამუღამებდი მე თქვი რა შეჭეთოს ეს რაღაცას დაგირეკავს შევიღობ პლატონი რა მույდები პლატონი რა პლატონი სადრეკ მე დავამუღამეთ 2-4 არა ყველაზე მაგარი ის იყო რომ წინა ჩამოსვლა 6 წელი არ ვიყავი საქართველოში და ეხლა 6 წელია ახლა 8 წელი ზუსტად ხო სიმბოლური დღე არის აი დღევანდელ დღეს 8 წლის წინ გავფრინდი ამერიკაში და რაღაც სიმბოლურად დაემთხვა რომ 8 წლის შემდეგ აი და ჩვენთვის რაოდენს საციხარულო პირდაპირ ჩვენ გადაცემას ჩამოხვდა. წინა ჩამოსვლაზე ნიკას ვეუბნეოდი რომ აეროპორტში რო გამოდიოდი, ახლა როგორა ვარ მოწყურებული, მონატრებული, მეგობრები, სუტირილი ცრემლებით გამაცილეს და გამოსასვლელში ვიზიტის მიზანი და მეთქი მივიხედე ვისეუბნება. მე მეუბნებით მეთქი და კი თქვენ გეუბნებით და უცებ რაც ნიკა არაბიძის ვალი მაქვს სამი სიმღერა მეუთხარე და არ გადაუხადო მე ხარში ახლა მიდივარ შოუში და დაუბრუნო მეთქი ისე არ მოისწა ესე იგი გოგიტა შესაბამისად ახლა ამერიკაში ცხოვრობს და იქაც აგრძელებთ შენ შემოქმედებით საქმე ფათაშორის ამერიკა მომცა ძალიან დიდი სტიმული და ეს სიმღერების უმრავლესობა რომელიც აი პოპულარული გახდა ყველა ამერიკაში შეიქმნა აქედან წავედი აი არ წახვედი არ დამტოვე მადლი რო შეგეწევა და ზაში წამოგეწევა და ჩავედი და დაიწყო გავაკეთე ესეთი აქცია თვეში ერთი სიმღერა და ყოველ თვე ლექსების წერა დავიწყე სიმღერების წერა და მესმის ახლა სურამში ცხოვრობდით ხო თქვენ მანამ სურამში გორში მე თბილისში და ასე ნელ-ნელა ერთიანად რო ჩახვალ სადმე შეიძლება ჰაერმა დაგწადოს არა რატო ამბობ ვიცი ნიკოლოს რომ ესე იგი სურამში მაცხოვრებლების გასაგონად უნდა ითქვას და მათ სიკეთისთვის უნდა ითქვას რომ
ესე იგი ვასკა აგერი ჩვენი გოგიტა ნიჭიერი ხალხია ბადრი ჯანაშვილი სურამელი ბადრი ჯანაშვილი უნდა მეთქვა და დამასარი და არა ერთი ძალიან ბევრი და თან პოეზიის მიმართულებით კი სურამი ძალიან ესეთი სამწუხარო აპლოდისმენტები სურამს და სურამელებს აბა რა სხვათა შორის თქვენთან რო შემობრძანდებით და კითხვები რაც უნდა დაგისვათ და რის შესახებაც უნდა გესაუბროთ ეგ აბარია ერთ-ერთი მისი მიმართულებაა ვასკა გრიგალაშვილს და დღეს არაფერი არ მოგვიტანა დამავიწყდა ასე რომ რამე თუ ვიჩერჩეტეთ მოდის ვიხდით და ვასკას ბრალია ისევ სურამელების სასიკეთო უნდა თქვა ადგობა ვასკა ამისთვის არა ვასკა კაცო ყოველთვის მოწესრიგებული ბიჭია კიდევ სურამელი რო დაინახე ეგრევე აი ეს რა მაინტერესებს მე მგონი დაგეგმარუნდა ამ თემას პირველად რომ ჩაფრინდით აი სუ პირველად როცა წახვედით საქართველოსდან რა ამდენი წელი გავიდა საერთო ჯამში 8 წელი არის ზუსტად 8 გავიდა 8 წელი 8 წელიწად აი იცი ის თქმა მინდა ყველაზე მეტად რა არის აქ რო ვერ გძნობ ადამიანი და იქ რო იგრძენი რომ მოგენატრა აი რა არის ეს სახლი გავიგე რაღაცა მიმართულებაში არ გენატრება, იმიტომ რომ ახლა როცა ცოტა შეგნებულად მიდიხარ, ანუ გადაწყვეტილი გაქვს უკვე რომ უნდა წახვიდე და ეს ყველაფერი ეს სპონტანური არ არის და გადაწყვეტილი გაქვს, უნდა შეგუებული ხარ მაგას, მაგრამ ყველაზე მეტად რა გენატრება, იცი, ალბათ აი ჩემ შემთხვევაში, ჩემ ბავშვობის მეგობრებთან გატარებული ის ლამაზი წუთები და წამები, რომელსაც სულ ხშირად ვატარებდით, ერთად ვიყავით, აი ყველაზე მეტად გენატრება. დანარჩენი ეხლა განსაკუთრებულად იქ ეს არ იგრძნობა, იმიტომ რომ ძალიან დაახლოვდა ეს ყველაფერი ტელევიზია, სოციალური ქსელები, YouTube, აგერ ბატონო ვიდეო გავიქეიფოთ, ერთად ჭიქები მიუჭახუნოთ, თითქოს იქ ახარ სუფრაზე ხარ, ჩამოდიან, უკვე მოძრაობა და ეს აღარ არის, უკვე ეს დაიმსხრა, მაგრამ აი ის რაც უშუალოდ შენი სიყრმის აი ბავშვობიდან რომ მოგდეს და იმათთან ერთად რომ ვერ ეხუტები და ვერ ეფერები, აი ეს არის ყველაზე ესეთი წარმოგიდგენია რას მოწავა. მეგობარს რო ურეკავდა დღეს მოდი ლაივში ვიკეიფოთ ხო და ბიჭო ტელეფონი მაგ გაბუჭებული ხვალ ვიკეიფოთ რა იქნება. ამას რა ვიზლი კარგად აქვს ტელეფონია გაბუჭებული ვერ კეიფ. მე რა არის კიდე ძალიან ბევრია დამოკიდებული მე იღბალს ვარქმევ ამას რა. აი იღბალს შეიძლება ყველა წავიდეს, მაგრამ ზოგს გაუმართლოს, ზოგს არ გაუმართლოს. აი გაჩნია როდის წახვალ რა სად მოხდები და როგორ იღბლიანი ხარ ცხოვრებაში რა, ხო იცი, თუ დაგწევლა ბედმა არც ის გიშველის და არც ეს გიშველის. იმის არ იყოს ახლა ერთმანეთს ამბავს მოგიყვებით თქმულებას. დღეს თქმულებას მოთქვა თქვენთან არ იგნორდების მოყოლა არ შეიძლება. არა მე მაინც უნდა გთხოვ, მე ერთი რაღაც. ხო და ორი მეზობელია. მოდი პირობით ვთქვა, არაბიძე და გულიაშვილი. ცუდად ხარ თავდება. გულიაშვილის სახლიდან კარის მეზობლები არიან. გამოდის ხაშლამის სუნი, ჩაკაფულის სუნი, ყოველდღე დოლგარმონი, ტროლაელას ფული, რა თუნდა, წამოწოლილია ტახტზე, მიდის გნიასი და გრიალი, არაფერს არ აკეთებს. ეს არაბიძე გაიდებს თოხს 6 საათზე დილით. დავა ყანაში, თოხნის. ასე მგონია მართლა ჩვენ. მუშაობს, წვალობს, მოვა სახლში და პური, ყველი და მწვანილი სუფრაზე. თუ გავიდა ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე, გაგიზდეს კაცი და უნდა წავიდეო და ბედის მწერასთან ავიდე რომ რატო ასე, რატო ხდება კაცო, მე თავს ვიკლავ, ის არაფერს არ აკეთებს. ავიდა თხამთა გადაიარა კლდეებში, სადღაც თეთრ კაცთან, ნუ დიდი წიგნები ულაგია იმას, ყველა გვარი ხო უნდა იყოს. ასეაო და გადაშალა რა გვარიაო ის შენ მეზობელიო, გულიაშვილიო. ხაშლამა, ჩაკაფული, უწერია უძმაო, დოლგარმონი, ტრულაილა, ყველაფერი წერიაო. კიდე გადაშალა შემა რა მითხარ გვარი ვარო არაბიძეო და რას ჭამო რა თქვიო პური ყველი და მწვანე ყველი არ გიწერი აქ შენო ყველი არ წერი იქიდან მეტი შეგენაცვალე ამიფარღა კიდე როდი ჩამოდიხარ ხოდა ამას იძახი რომ ბედის იღბალი რა კარგი იყო ამას მე არ გავატარებდი მაგრამ კაი ხოდა მეორედ რო ჩამოგიდება მოსტუმრად ოღონდ იქამ მეორედ მე გვარებს შევცვლი და იქნება რა ოღონდ იქამდე მოხვალსტუმრად არებამდე ასია კი ბატონი ბედის წერა იღბალი არის კარგი რაბი და ისე კარგად დაიწყე ახლა შენ ეს ამბავ რაბი არ შემიძლია არ კითხო ნუ ახლა ამდენი ხანია იქ ახარ და ძალიან მაინტერესებს ახლა მე არ ვიცი ინგლისური სამწუხაროდ მაგრამ აი ერთი ამერიკული აი რაზე იცინიან მაგალითად
ამერიკელები აი ეს რა კაი იქაური ჭიჭიგია და ბიჭიგია თუ არის ან მიხო და მარო თუ არის იქაური მეც ძალიან მაინტერესებდა და პირველი ახლა ერთ ცოტა შორიდან დავიწყე პირველი რაც ხდება ყუში ახლა რო ვიდიხარ ინგლისურს რო სწავლობს სიტყვებს ხო აი ეს როგორ არის და მე რაღაცას რო გეუბნები აბა ამ სიტყვებს რო გაიგო რას გეუბნებიან და თუ იქ გაზრდილი და დაბადებული არ ახარ არის რაღაც გამონათქვამები რომელსაც ვერ გაიგებ. ანუ შენ პირდაპირ გადათარგმნ. ამერიკელებს აქვთ ასეთი ჩვენ ხო ვიცით როგორ ხარ და იწყებს მოყოლას როგორ არის და ერთი კვირის წინ ბიჭო წნევამ დამარტყა, მერე ვიზაზე ვიყავ და მოვიყვება მთელი ისტორიებს. ამერიკელებს აქვთ ასე. Hello, ხო გეტყვის? How are you today? და თავიდან რო შემეკითხე რომ ანუ როგორ ხარ დღეს? ვიძახი ამან ახლა ჩემი ამბავი ვიცით მოთხარ დღეს არა მიშოს მაგრამ გუში რაღაც ვერ ვიყავი. აი ანუ უყურე ბოჭრილი გაგზა დღეს როგორ ახარ ის მითხარ და შენ ერთი კვირისი რა მოგივიდა არ მაინტერესებს. აი კედა რა თქვენი ხალხი არის. How are you today? დღეს როგორ ახარ დღეს? და თავიდან ისე მიკვირდა დღეს თორე რასავა გუში ხო ჩემზე ჯავრით. ვეჯდება ქართულში. ხო და ეხლა ესეთი ის არის იქ რო წეულებები კეთდება და ხშირად ყოფილი ვარ ამერიკულ წეულებებზე მაგათ აქვს სხვანაირი სტრუქტურა кейფში ხო ჩვენ ქართულად მღერი ხო მე ქართულად ინგლისურად იტალიურად რა ვიცი შერეული რა ყველა ენაზე მოკლედ ასეთი ის არის ჩვენ ხო უზომოდ ვიცით ყველაფერი და იქ არის გამოყოფილი დაახლოებით 1 საათი სადაც უნდა გამობრძანდნენ სტუმრები, მონოლოგები წაიკითხონ, გატირონ, ცხარეცრემლით თვითონაც ტირი, შენც უნდა იტირო, ესეთი რაღაც სადაც იხარ დაგძალვებზე და არა, ესე სენტიმენტალური ის არის, რომ აი და ის თან ისე ყვება. დაბადების დღეზე მაგალითად შეიძლება იყოს სენტიმენტალური ტექსტი. კი, ხორცილებში დაბადების დღეებში და ნაღდი ამერიკული. რა ტიპილდიანის ამბავი ყოფილა, მაგის წამყვანი ცხარეცრემლით. ანუ როთან როგორ არის, ის ერთი კვირა ემზადებოდა ამისთვის დაყენებული სახე და თვითონაც რო ცრემლები მოსდის და შენც რო უნდა იტირო და ერთ-ერთი ასეთი წეულებაზე ვიყავი და რო ატირა ხალხი მოკლედ და დაახოცა ცრემა, ეხლა ისე არ დავამთავრებ, ერთი ანეკდოტი უნდა მოგიყვეთო. და მე დამაინტერესა ერთი ამერიკული ანეკდოტი რა არის ეხლა რაზე იცინიან, ეხლა ჭიჭიგია ბიჭიგია მაგათ მარიციან, ის არიციან ერთი მოკლედ ასეთი რაღაცა მოყვა. რომ მეზობელი ადის ზედასართულის მეზობელთან და უკანკუნებს. გააღვი მან კარები, ხელში უკავია ვიოლინო. და ბატონო ჯეიმს, რას ჩადით? ეკითხებაო და მან უთხრაო ვიოლინოს უკრავო მადლობა ღმერთს მე მეგონა საწოლს ფეხებს ახერხავდითო და ვაუ გადაბრუნდა მთელი დარბაზი ეცადიც ჩვენთან ქართულად ხო იცი ეგ როგორ არის მეზობელი რომ ხა გეტყვი ხა საქართველოში აი მეზობლების ამბავს როგორ იქნებოდა რა ხო იცი საყვარელთან რო არის რა და ქმარი მოვა რა უნდა შევიდეს უпроцად გონია რომ ელოდება და ამ დროს ქმარი დახვდა სახში და იფიქრა კიბეებზე გავიხდიო რა მეზობელი ადის რა და სუშიშველია დედიშობილა და დააზარულა და გააღო კარები ქმარმა და რა უნდა თქოს და ახალურს მარიხوارა აი სამი ანეკდოტი მე მეგონა ახერ ხავდია რა სადოს მეხებს ახერ ხავდია და დაწყდნენ გეუბნები ესე ენაცვალე მაგარი ასემლები იწმინეს სიცილით ენაცვალია ბაბა ეხლა ის მას ვერ გაიგებდა ეგრე წავიდა ქმარი მივლინებაში და რო ჩამოვიდა დახვდა სამი ბავშვი სახში ეს რა ამბავიაო და რო წახვედი ფეხბურთით ხო ვიყავიო ეს კაი ეგ ერთი მეორეო შებულებით რო ჩამოხვედიო მეორე არ გახსოვსო კაცო ის მე კაი ეგ მე მესამე რა გინდა ბავშვები რა გიყვარს თავის თამაშობს კუთხეში და ანუ და და ის ვერ გაიგებს მაგას ესე იგი აი მე რა მაინტერესებს აი ასეთ იუმორზე რო იცინიან გავიგე ხა რა თავისი ამბავია ხო თავისი ისა შენ როცა და თუ შეურიგოთ ყვები ხოლმე ანეკდოტებს ან ამბებს ქართულ ამბავზე თუ ეცინებათ ძნელა ჩვენ კუთხე აი ხა ამ მე რაც მოვყევი გაიცინებ ნენამაზე თუ ვერ გაიგებ კი შეიძლება კი გაიცინე მაგას გაიცინებდნენ მაგრამ აი ჩვენ ახლა კახელი ეუბნება იმერეს აი რაღაცა კახელს არ ვიცი სიტუაციას ზოგად თემატიკაში შეიძლება ეგ რა თემა ხო იცი შეიძლება მოყოლთ არ გეცო თუ ანახე შეიძლება გაუკვირდეს კიდევაც არა ეს რა ვარია ახლა საქართველოშიც არიან ესეთი პიროვნებები ახლა მეგობარი მყავს კახელის იმამრი ყავდა და ერთხელ ოჯახში ვარ და კახელზე მოვყევი სანინოტი პროკურორი რომ იყო დედამისთან და ამან რომ შეიჭიდო და სპალნაში რომ დავინახეო და მამეშვა გულზეო და მაგის ოჯახი და მაგის კი ნაღავ გამლახეს
იყო და აქაც არიან ეგეთები რომ კი არიან რა ხო ამას რომ ვერ გაიგებ ახლა ყოველ გახდება რაღაცეები რა ესე იგი მექსიკური ანეკდოტები და მაკითხე მაგრამ მექსიკაში ჯერ ვერა მექსიკაში ვერა ჯერ მექსიკური აი ხო შტატების მიხედვით არის ხო ხო შტატების მიხედვით არის სამხრეთ შტატები უფრო მექსიკა სად უფრო მაგარი იუმორი აქვს თუ სადაც ყოფილი ყველას თავისებურის აქვს აი იტალიელებს თავისი რაღაცა აქვს მექსიკელებს თავისი აი ყველას რაღაც განსხვავებული ის არის მაგრამ მოკლედ შეეგუე ადვილად იქაურობა კი სხვათა შორის ამერიკა და შენი სიმღერები რამდენად მოწონთ ქართული ამბავი ქართული სიმღერები მოწონთ აი როგორ გითხრა მაგათ სტილში არ ჯდება ჩვენი სიმღერა ესტრადა საერთოდ არ ზის მაგრამ როგორც დელიკატესი აი ქართულ კულტურის დღეებზე როცა ესწრებიან როცა აი რაღაც ქართულ ღონისძიებას ესწრებიან და ალბათ უფრო ფოლკლორი ხო უფრო ფოლკლორსაც და ესტრადასაც სიამოვნებით უსმენენ მაგრამ რო გითხრა რომ მე ეს გაყვება და ჩართავენ არა მაგრამ ესე როგორც აი უცხო რაღაცა ესეთი ხილი კარგად იღებენ იმიტომ რომ ბევრი ეხლა ახლახან იყო ჯორჯიაში ჩატარდა ქართული კულტურის დღეები და სხვათა შორის ძალიან კარგად მიიღეს რა ვიცი აპლოდისმენტები და ეს კარგი ყველაფერთან ერთად ძალიან ბევრ კურიოზულ სიტუაციაში მოხდებოდი თავისთავად ეხლა და ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი გადაცემიდანაც ჩვენი მაყურებლებს ამას ელოდება და შეგიძლია პირდაპირ გადააბა აი ყველაზე მაგარი ამბებს მოგიყვებით ხო ბატონო თქმულებებს ჩემი მეგობრების არქივებიდან რა გეცოდინება თენა აცრიშვილის მოგონებებიდან მოდეს დავარქვათ მოკლედ ამ თინას ყავდა ერთი კლასელი რომელიც აი სკოლაში უქნიდა ღმერთს და მეც რო ვერ შედგებიან და მას რომ იყობენ ხოლმე ხელს და არის ლოთი და ისა და რო ერიდები რო საზოგადოებაში თუ შეგხვდა რო ერიდები რაღაცა კარგს ვარ იტყვის ხო იცი და ავტობუსში ავედიო და რო დავინახეო ეს ტიპი უკან დავჯექიო რომ იქნებ არ დამინახო და თავჩაღურული ვარ და დაინახა თურმე და ის ადრე ჩადის და წავიდა და შოფერთან ხომოვიდა და ესე შემოდრა თინა დაიყვირაო და თელმა ავტობუსმა რომელია შენი ბილეთი აღებულია ბლედ მე ხიდამცებოდა თავს შენ თვითონ არაფერი გადაგხდა ისეთი როგით კურიოზული მე უფრო აი იღმალთან დაკავშირებული კარგი ამბები გადამხდა სხვათა შორის აი ძალიან მაგარი ამბები კარგად დაალაგდა და აი იუმორისტულად რამდენად ეს არ იყო ნუ ახლა გოგიტა მაინც მომღერალი ამას მუსიკალური ხრთა ინტერეს მე მაგალითად შემიძლია თქვა ის რომ ერთ-ერთი შენი მეგობარი ამერიკაში რო ჩავიდა პირველად და ეს ახლა არის 2000-იანი წლების დასაწყისი რა და მაშინ ხო ამდენი ქართველი არ იყო ახლა და ვიღაცა თქო რაღაცა უნდა გაგატანო ახლა არც ეს იყო მაშინ ასე მამანათების გაგზავნაც ასეთი ხო და ამან ვერ უთხრა ხო და მოუტანა იმან რაღაც შეფუთული გუდის ყველი ეს ხო ჩავიდა ხლეს და იქ ხოუზის ეს ესკალატორებზე შემოდნები როდადის იქ ძაღლი არის გაწვრთნილი რომელიც ნარკოტიკებს ეძებს და ეს ახლა ხო ამ მიმართულებითაა გაწვრთნილი და ეს ძაღლი ესე იგი რაღაცა რეაქცია აქვს ამ ძაღლს მაგრამ ვერ გაიგო თვითონაც ამ ძაღლმა რა ქნას არც ნარკოტიკის სუნიცებს, მაგრამ კარგადაც არ არის ამ ჩემოდანში საქმე. მოკლედ ერთი სიტყვით ეს გააჩერეს, შეიყვანეს, გახსნევის აბარაგაკ ჩანდა შეიარაღებულ ხალხი დგას. და ეს უთხრეს რომ ეს რა არის? ყველიაო. მოიც ამას ჭამტკიდეს. აი, სრებლმორეული გამოატარეს. ირში გემო არ ქონიათ მაგას. აი და იქ უნდა იცოდე, კარგად ინგლისური, აი წკაპურა კახურიშოც რო წაატეხავ ცხელს, ყველს და წვერს და ამ გუდის ყოლს რო გადაადებდა, რო შეადრნება ცოტა. ცოტა საკრალური რამე, მაგრამ მაინც აი ეს შოუ. ზაღარ გვიდა აი უცებ ახლავით თურმე გაგსათქველს ამოწამოთ. მოკლედ ესე იყო, რაღაცა თემებში ვიყავი რა იქ და სამხედროის თემები იყო და იქ არის საგუშაგოზე დგას ერთ-ერთი ჩვენ შტაბში ვართ აქ და ამან უნდა თუ ვინმე მოვა, უნდა გადმოსცეს აქ და ეს ახლა ახალი ჩამოსულია ეს და ის თარჯიმება ინგლისური არის ის და თუ რაღაცაო, კაროჩე ტრანსლეიტში გადათარგმნეო და თუ გეტყვი რაღაცით ვერ გაიგებ და გაგვაგებინეო და აკეთო ჩვენ აქ თამაშობ ერთობით და ის კადგას. მოვიდა მანქანა და მან აჩვენა და აწერია სენტ ჯორჯი და ამან რო გადათარგმნა წმინდა გიორგი გადაუთარგმნა ტრანსლეიტორმა. ხო და უბრალოდ დაგერგა წმინდა გიორგია მოსული და შემომიშიო და ახლა ამან ახსო მიხვდა უკვე და
ცხენით არისო იმან უთხრა და არა ჯიპით არისო უთხარი შუბი დატოვოს და შემოვიდეს იცი რა აიქ როცა უცხოელების ასე ვთქვათ კორპორატიული დავარქვათ ეხა დაბადების დღეთ რაღაცა ქართულ სიმღერებს თუ არა უფრო უცხოურემ ერთი იდეა მაქვს მე რა შენი ძალიან პოპულარული სიმღერა რომელიც არის ეხა ამ გადაცემას ან YouTube-ით ან რაღაცით რადგან გიცნობენ ალბათ ის საზოგადოება მაინც ადევნებს ასეთ თუ ისეთ და ანახებ ყოველ შემთხვევაში ერთი შენი სიმღერის ჩვენებულ ფანოღურ ვარიანტს ბიჭებს იციან წინასწარ თხოვე და იქნება და გავარდეს და მაგ სიმღერით ოღონდ წილში ვართ მე და არა ვიცი ეს ხუმრობით ღმერთმა შეგარგოს მაგრამ მაინტერესებს რამდენად აყვები კი ბატონო ძალიან გიყვარს ეს სიმღერა ძალიან ცნობილია მეურს უყვარს ძალიან და შორის იმდენ ჟანრში გაჟღერდა უკვე ხო გამანაც სიმღერა მარტიმა გამოსავალმა თვითონ როკში გააკეთა იქ შუადღის გადაცემაში რაღაც გააკეთეს იმაში კამაში საინტერესო იქნება ეს ვერსია და ერთი რო ჩაყვარ ამერიკაში გნოლიძის ბენდმა გააკეთა გაარემიქსა იქ იმან რა მოკლედ ამერიკაში რო ჩაყვალ იმ ანეკდოტი ვიოლინოს რო კაცი უკრავდა იმასაც გააკეთები ერთი მაგის რემეიკი კარგი მიკროფონი გააქვს მათ კი ბატონო მოდი ახლა ბიჭები დაიწყებენ და ნახოთ რა როგორ რაც გამოვა ის გამოვა ბიჭებო ეს ვერსიაც ო წავიდი იყოს Argiko arvar tu argine da centa Armigi mi agar matbo razri aksui gotiseveta Bevri sigwaruli nache sikharuli antevuli guli Agar darcha araperi gagra Chemi sigwaruli Thomas კიდევ ერთხელ ანიქნება ანარა თორემ მერე ვერ სინანებ როცა თმებში შეგერევა ჯაღარა თორემ მერე ვერ სინანებ როცა თმებში შეგერევა ჯაღარა გენაცვალე ჩვენი ერი ექსპერიმენტი გამოვიდა ადასარე და დავზაით ბატონო ახლა მართალია ფაიტონი ვერ მოგართვით მაგრამ გახსნა მართალია ფაიტონი ვერ მოგართვით მაგრამ სიმღერით ხარ ხო ახლა უკვე სერიოზულად პრემიერით მოსი კი აქ ახლა ფილმი უნდა მე თქვენთან ხელს არის ხო არ მოვიდოდი ელადა ჩამოგიტანს კამპეტებს შენი სიმღერაა საავტორი კი წეგან მოგახსენებდით თავში რომ ამერიკაში გაიხსნა რა მეორე ისაო ხო იცი ამოსუნ თქვათ რა ზეძახიან და ძალიან ბევრი სიმღერა შეიქმნა სხვა შორის ამერიკაში მე კონცერტის გავაკეთე ალბომის გამო გავაკეთეთ აი დამზადებული ამერიკაში ხო იცი ესეთი იმით და ძალიან ესეთი კარგად მიეწყო რა რო იტყვიან კი ბატონო კარგად წავიდა ეს ყველაფერი თითქოს რაღაცა ჩემი შევქმნი ჟანრივით არის რა ერთი იმაში ზის ერთ ფაბულაში ზის ეს ყველაფერი და უკვე ერთი წელი იყო გასული და მინდოდა რომ რაღაცა ახალი სიმღერით ჩამოსულიყავი, იმიტომ რომ ყველა ჩამოსვლაზე ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა ჩვენთან არის პრემიერა. კი, სატელევიზიო პრემიერა იქნება თქვენთან. რა ქვია სიმღერა? სიმღერას ქვია ეს უკდავი მელოდია. ანუ აქ ეს არის სიყვარულის ისტორია. მე როგორ სიმღერებს ავწერ ახლა გეტყვით. აი, კაცს უნდა სიყვარულის ახსნა სიყვარებულთან, ან მეუღლესთან ნაჩხუბარე შერიგება უნდა ან არ არის ნაჩხუბარი და ის ხო მარილის მოყრა უნდა კიდე რა ანუ ასეთ სიტუაციებში სიტყვებია რომ ნებისმიერმა ნების ზოგს ჩაწყვეტილი ლოყა აქვს ზოგს წარე თვალები აქვს ზოგს ის აქვს ზოგს ესა ყველაზე ტექსტის ავტორი ვინა მე ვწერო ტექსტებსაც იმასაც ყველაფერს რომ მოდი შენ ახლა ეს სიმღერე და მე გადავწყვიტა ვიმღერე თუ არა ვინმე სიმღერა თუ არა ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა
და მე მინდა რომ ესე იგი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გითხრა მობრძანებისთვის და ჩვენ ტელემაყურებელს უთხრა რომ თქვენთვის ყველასთვის საყვარელ გოგიტა გოგიძეს გიტოვებთ სიმღერის პრემიერით. გთხოვთ.